მოგესალმებით მეგობრებო და ეს ვიდეო ძალიან გულით მინდა რომ ნახოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დავიწყებ იმით რომ ქართული ოცნების თავარი დაპირება როცა ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდა იყო ის რომ ამ ქვეყანაში სამართალს აზეიმებდნენ. სწორედ თავარი დაპირება ეს იყო და ქართველებმაც ამის გამო უმრავლესობამ მივეცით ქართული ოცნების ხელისუფლებას ხმა და მოვიყვანეთ ხელისუფლებაში იმ დაპირების სანაცვლოდ რომ თავარი დაპირება რაც იყო რომ ამ ქვეყანაში აზეიმებდა სამართალს. მაგრამ მიუხედავად ამისა ქართული ოცნება ხელისუფლებაში რომ მოვიდა სამართლის ზეიმის ნაცვლად შემოგტენეს რაღაც გაუგებარი კოჰაბიტაცია. და ამას ხსნიდნენ იმით რომ აი ჩვენი უცხოელი მეგობრები ასე გთხოვენ, ასე გვაიძულებენ და რომ აი არ გავანაწყენოთ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩვენი პარტნიორები, იმიტომ აი ეს სხვა გზა არ გვაქვს და ამ რაღაცა კოჰაბიტაციაზე მივდივართო, ხო? და ამჯობინეს რომ ქართველები გაენაწყენებინათ და ჩვენი საზოგადოება გაენაწყენებინათ, ვიდრე გაენაწყენებინათ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა გავიდა დრო და ეს რაღაცა გაუგებარი კოჰაბიტაცია ისევ იმ ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შემოტენეს ქართულ ოცნებას ისევ ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოიყენეს, ხო? და დღეს კარგად ვხედავთ რაც ხდება და ყველა ეს ევროპელებიც და ეს ამერიკელებიც ლანძღავენ ქართულ ოცნებას, რეჟიმს ეძახიან, დიქტატორებს ეძახიან და ეხლა გახდა ცხადი თუ რისთვის შემოტენეს ეს კოჰაბიტაცია, ხო? იმისთვის რომ როცა საჭირო დადგებოდა თავიანთი აგენტურა ამ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს გამოეყენებინათ ისევ ქართული ოცნების წინააღმდეგ. მაგრამ აქ ისევ ქართველებმა გადავარჩინეთ ქართული ოცნების ხელისუფლება და ისევ გადავაბიჯეთ ჩვენ წყენას ქართველებმა და გამოვიჩინეთ კეთილგონიერება და ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ მივეცით ქართული ოცნების ხელისუფლებას შანსი, ხო? შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ რა ურჩევნია ბოლო ის რომ ქართველები გაგვანაწყენოს თუ ის რომ გაანაწყენოს ეს რაღაცა გაუგებარი ორიენტაციის მქონე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ხო? ბოლოს და ბოლოს ქართულმა ოცნებამ უნდა აზეიმოს ამ ქვეყანაში სამართალი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მობიერება გამოიჩინეს და არ გაასამართლეს ნაცები და ის ადამიანები, ვინც გასამართლებას ნამდვილად იმსახურებდნენ, მიუხედავად ამისა, ამ რაღაცა დემოკრატიობანას თამაშისა, ხო ხედავთ, რომ მაინც გეძახიან დიქტატორებს, მაინც გეძახიან რეჟიმს, მაინც იძახიან, რომ პოლიტპატიმრები გყავთ და მაინც ცდილობენ, რომ დაგამხონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ ნაბოზარი ნაცები, ხო? და მაინც ისევ ქართველების გადასარჩენი გახდით და ისევ ჩვენი იმედი გაქვთ ბოლო ჯამში, ხო? გამომდინარე აქედან ვთხოვდი ქართულ ოცნებას და კიდევ ერთხელ გულით შევეხვეწებოდი და მოუწოდებდი, რომ ბოლო-ბოლო ამ ქვეყანაში აზეიმონ სამართალი და დედამოწყნული მიხეილ სააკაშვილი გადააბრძანონ იქ, სადაც არის მიშას ადგილი. ის რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ყავთ სასათბურე პირობებში, საზოგადოებაში იწვევს სამართლიანად, იწვევს უსამართლობის განცდას და რაღაც კითხვებს იწვევს ეს ფაქტი. ასე რომ ქართულმა ოცნებამ კეთილი ინებოს და აზეიმოს ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს სამართალი და კიდევ ერთხელ არ გადაგვაგდოს ხალხი წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ უნდა კონდეს იმის იმედი ქართულ ოცნებას, რომ ქართველები ისევ ჩვენ წყენას გადავაბიჯებთ და ისევ გადავარჩენთ ქართულ ოცნებას. ასე რომ პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის იქნება ეს სიკეთის მომტანი და უკეთესი, რომ
დაიწყო ამ ქვეყანაში სამართლის ზეიმი და სამართლის ზეიმი ამ ქვეყანაში უნდა დაიწყოს იმით, რომ დედამოტყნული სააკაშვილი გადააბრძანო საპატიმროში, სადაც არის მიხეილ სააკაშვილის ადგილი. და როგორც უკვე აღნიშნე, დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ვიდეო ნახოს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და აი ამაზე დაფიქრდნენ კარგად. რასაც ახლა მე ვიძახი და ეს მარტო ჩემი რაღაცა მოგონილი ბოდვები არ არის და ეს არის საზოგადოების უმრავლესობის განცდა, მე რასაც ვლაპარაკობ. ასე რომ დავივიტოვებ იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში იზეიმებს სამართალი და ეს სამართლის ზეიმი დაიწყება იმით, რომ დედამოტყნულ სააკაშვილს გადააჯმევინებენ საპატიმროში, სადაც არის მიხეილ სააკაშვილის ადგილი. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა, აი ამ რაღაც გაუგებარ კოჰაბიტაციაზე და იმაზე, იმ ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ამყოფებენ სასათბურე პირობებში.